დაახლოებით 1 საათის წინ შეიკრიბა ხალხი რესპუბლიკის მოედანზე. აქ არიან ის დასაქმებულები, რომლებიც არ მუშაობენ ოფისებში და სწორედ ამიტომ გადაწყდა ასე, რომ ისინი გამოვიდნენ რესპუბლიკის მოედანზე და სწორედ აი ამ სახით აწყობენ გამაფრთხილებელ საყოველთაო გაფიცვას. გეტყვით იმას, რომ აქ სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ხალხი არის შეკრებილი, მათ შორის არიან მეწარმეები, არიან სხვადასხვა ტურიზმის წარმომადგენლები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ისინი ამბობენ, რომ მათ აქვთ მოთხოვნა, რომ ხელახალი არჩევნები დაინიშნოს და ასევე გათავისუფლდნენ ის პირები, რომლებიც საპროტესტო აქციების დროს დააკავეს, ამბობენ, რომ აი სწორედ აი ასეთი გაფიცვით ისინი აჩვენებენ საზოგადოებას თუ რა ელის საქართველოს იზოლაციის პირობებში. ისინი ამბობენ, რომ მაშინ, როდესაც დაიკეტება ძალიან ბევრი ობიექტი რამდენიმე საათით და ხალხი არ იმუშავებს, სწორედ ამ დროს დაინახავს საზოგადოება თუ რეალურად რა პირობებია და რა ელის საქართველოს და ისინი თვლიან, რომ აი სწორედ ამ კუთხით ხელისუფლებამ უნდა შეისმინოს მათი ეს გზავნილები, მათი მოთხოვნები და ისინი შეასრულოს. აქ არიან მოსულები საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით და ამბობენ, რომ საქართველოს ადგილი არის ევროკავშირში. ჩვენ გვესაუბრნენ ასევე მეწარმეები, რომლებმაც თქვეს, რომ მათ პირდაპირ შეხება ჰქონდათ ევროკავშირის ქვეყნებთან და სწორედ მათი დახმარებით მათ სხვადასხვა რამის წარმოება შეძლეს და სწორედ ამიტომ მათ იციან თუ რას ნიშნავს ის სიკეთეები, რაც ევროკავშირს მოაქვს და ამბობენ, რომ საქართველოს უნდა განაგრძოს ევროკავშირისკენ სვლა და სწორედ ამიტომ ისინი გამოიყენებენ მათ ფუნდამენტურ უფლებას და მიმართავენ ყველანაირ ბერკეტს იმისათვის, რომ ქვეყანა წინ წავიდეს. მე ახლა კადრშიც განახებთ თუ რა ვითარება ახლა რესპუბლიკის მოედანზე, ხედავთ ხალხს, რომელიც მოსული აქ სხვადასხვა ბანერებით, გაფიცული მეწარმეები, ვიფიცებით რეჟიმის წინააღმდეგ და ასე შემდეგ. ხედავთ, რომ სასტონებით არიან მოსული აქ ხალხი, ასევე ევროკავშირისა და საქართველოს დროშებით და არიან სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის წარმომადგენლები, როგორც გითხარით. და იმისა, რომ ეს ხალხი აქ საუბრობს გაფიცვის მნიშვნელობაზე, ასევე ისინი საუბრობენ იმ პრობლემებზე, რასაც ყოველდღიურად აწყდებიან ხოლმე თავის პროფესიაში და ისინი ამბობენ, რომ ეს ყველაფერიც ხელისუფლებამ უნდა აღმოფხრას და ისინი ამბობენ, რომ გააგრძელებენ სწორედ მსგავს ქმედებებს იქამდე, სანამ მმართველი გუნდი არ შეასრულებს მათ მოთხოვნებს და როგორც გითხარით, მოთხოვნები არის ის, რაც 40 დღეზე მეტია ხალხი ითხოვს. ეს არის ხელახალი არჩევნები და იმ პირების გათავისუფლება, რომლებიც საპროტესტო აქციების დროს დააკავეს და ჩვენ ახლა შეგვიძლია რომ მოვისმინოთ აქ გამოსული ხალხის კომენტარები. გამარჯობა, მე თინათი ყიფიანი ვარ, ამბავი კრეატორსის CEO ვარ. ჩვენ ვქნით ამბებს ყვებით განსხვავებული ფორმით, თუმცა 1 დეკემბრიდან გავჩერდით, ჩვენ უკვე 1 თვეა გავჩერდით და ვითხოვთ, რა თქმა უნდა, გვაქვს ის მოთხოვნები, რა მოთხოვნებიც არსებობს, რეჟიმის პატიმრობის გათავისუფლება და ასევე გვინდა ხელახალი არჩევნები დაინიშნოს, რომ მშვიდობიან და თავისუფალ ქვეყანაში ვიცხოვრობთ. თავარი არის დავიწყოთ და როცა ამას დავიწყებთ, ეს იქცევა ტალღად, როგორც იქცა რუსული კანონის შემდეგ აქციები და აუცილებლად მივაღწევთ იმ შედეგს, რა შედეგზეც გვინდა რომ გავიდეთ. ჩვენ წარმოადგენთ კერძო კომპანია ვართ, ვაახშენებთ აგრიტექ სტარტაპს, რომელიც ოფის მეურნეობაში ფერმერებს ეხმარება და ძალიან ახლო შეხება გვაქვს იმ სექტორთან და ვიცით, რომ საქართველოს ევროპული გზის, ევროპული დახმარების გარეშე ძალიან გაუჭირდება. ამიტომ მთელი ჩვენი თანამშრომლები გამოვედით დღეს აქ, შეუერთდით სხვა ადამიანებს, რომ გავაგონოთ, რომ ჩვენ ერთად ვართ, ჩვენ ვართ ძალა და რომ მთავრობას აუცილებლად მოუწევს, რომ წავიდეს დათმობებზე. ჩვენ ვართ მოქალაქეები, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა ის კანონით გათვალისწინებული უფლება, რომ გავაპროტესტოთ ნებისმიერი ის არასწორი ქმედება სახელმწიფოს მხრიდან, ძალადობა, უსამართლობა და მგონია, რომ გაფიცვა ამის ერთ-ერთი კარგი საშუალებაა. დარწმუნებულია, რომ ეს ერთ-ერთი ნაწილი არის, ეს არ არის ბოლო ქმედება და იმ შემთხვევაში თუ მთავრობა გააგრძელებს იჯიუტეს, ხალხი ისევ ხმამაღლა და კიდევ უფრო აქტიურად დააფიქსირებს თავის აზრს. ვეცდები ამ გაფიცვას არის არაკანონიერი დაჭრილი ადამიანის გათავისუფლება და ახალი არჩევნები. მგონია
მგონია რომ ეს მჭირდება რომ ავაშენოთ ჯანსაღი საზოგადოება და ახლა რაც ხდება ეს რადიკალიზაცია და საზოგადოების გახლეჩვა ძალიან ავნებს ჩვენ ქვეყანას. ეს არის პირველი უბრალოდ რაღაც გამორთხილებელი გაფიცვა, რომელიც ალბათ უნდა იყოს ნიშანი იმის, რომ შეიძლება უფრო უარესი მოხდეს მე. შარშან მთელი წლიდან შემდეგ უკვე გაზაფხულიდან მოყოლებული ცდილობენ რომ სულ გაფიცულები ვიყოთ და აღარ შეუძლიათ ჩვენი საქმის გაკეთება, თუმცა ძალიან საყურადღებოა და ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები უკვე თითქმის 45 დღეზე მეტია საღამოსაც ვდგავართ დღის მანძილზეც და ყველა ამ აქტივობას უერთდებით საპროტესტოს, თუმცა საყურადღებოა ის რომ დღეს ამას შევერთდა ბევრი ბიზნესი, ბევრი მცირე თუ დიდი კომპანია ელემენტარულად ეს ხალხი ხედავს მომავალს და არ უნდათ რომ სამუდამოდ დაკარგონ ის რაც ალბათ წლობით აქვთ ნაშენები. იმიტომ რომ ამის საფრთხე რეალურია და ჯობია დღეს თავისი ამ სიმბოლური აქტით რაც შეიძლება მეტ ადამიანს დაანახონ თუ რა შეიძლება გამოიწვიოს ქვეყნის პარალიზებამ, ქვეყნის იზოლაციაში მოქცევამ, ვიდრე შემდეგ უკვე ეს სამუდამო ფაქტად გახდეს. საქართველოში. სამსახურს ჩემი აზრით დღეს უკვე აზრი არა აქვს, ყველა ვართ ქვეყნის სამსახურში. სულ ერთია, მათ შორის საჯარო სექტორიც უკვე მიხვდა და ყველამ ერთმანეთის მიყოლებით და დომინოს პრინციპით ამოიღო ხმა, რომ ვართ ძალიან ცუდ მდგომარეობაში, რეჟიმს ვებრძვით, ამიტომ დღეს უკვე ყველა ვართ ქვეყნის სამსახურში და ჩვენ ისტორიულ მისიას, ანუ ერთადერთი ვექტორი, რისკენაც უნდა გქონდეს, დასავლეთს უნდა დაუბრუნდეთ და ეს არის ჩვენი მიზანი, რომ ძალიან მშვიდობიანად დაუბრუნდეთ კალაპოტს, რომლიდანაც ამოგვაგდო დღევანდელმა რუსულმა რეჟიმმა. საყოველთაო გამაფრთხილებელი გაფიცვა კვლავ გრძელდება რესპუბლიკის მოედანზე. შეკრებილია ხალხი, რომლებიც არ მუშაობენ ოფისებში, თუმცა ისინი გამოვიდნენ რესპუბლიკის მოედანზე და გაიფიცნენ. გეტყვით იმას, რომ გარდა რესპუბლიკის მოედნისა, ასევე საქართველოს მასშტაბით არიან კომპანიები, დაახლოებით 300-ზე მეტი კომპანია არის, რომელიც უერთდება საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას. ჩვენ ნახეთ ხალხი, რომელიც გამოვიდა ოფისებიდან და დადგა თავისი ოფისის გარშემო და მათ ჰქონდათ სხვადასხვა ბანერები გამოტანილი და სწორედ აი ასეთი კუთხით ისინი იფიცებოდნენ. გეტყვით იმას, რომ აქ მოსულები არიან სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, დასაქმებულები, ასევე თვით დასაქმებულებით და მათი მთავარი მოთხოვნა არის ორი. ეს არის ხელახალი არჩევნების ჩატარება და იმ პირების გათავისუფლება, რომლებიც საპროტესტო აქციების დროს დააკავეს და ისინი ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ ისინი გამოიყენებენ ყველანაირ ბერკეტს იმისათვის, რომ მშვიდობიანად ხელისუფლებამ მათი მოთხოვნები შეისმინოს და შეასრულოს. ჩვენ ახლა კადრში შეგვიძლია ვნახოთ თუ რა ვითარება არის რესპუბლიკის მოედანზე. კადრში ვთხოვ ჩვენს ოპერატორს რომ განახოთ თუ რა ვითარება არის. ხედავთ რომ შეკრებილია ხალხი, სხვადასხვა პროფესიისა და ასაკის წარმომადგენლები და ისინი საერთო მოთხოვნის გარშემო გაერთიანდნენ. ამბობენ რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და სწორედ ამიტომ ისინი იდგებიან გარეთ იქამდე სანამ ხელისუფლება მართველი გუნდი მათ მოთხოვნებს არ შეისმენს. ისინი ხელახალ არჩევნებსა და იმ პირების გამოშვებას ითხოვენ, რომლებიც საპროტესტო აქციების დროს დააკავეს და რომელთა პროცესებიც რამდენიმე დღის წინ გაიმართა, რომლებიც წინასწარი პატიმრობის ქვეშ დატოვეს და გეტყვით იმას, რომ ისინი სხვადასხვა ბანერებით არიან აქ მოსულები და საუბრობენ სწორედ მათ მოთხოვნებზე და გაფიცვის მნიშვნელობაზე. ამბობენ, რომ ეს რამდენიმე საათიანი გაფიცვაც გამოიღებს შედეგს, რადგან საზოგადოება დაინახავს თუ რა შეუძლია სწორედ იზოლაციაში მოქცევას, ყველაფრის დაკეტვას, მათ შორის მაღაზიების, აფთიაქების და სხვადასხვა ადგილების და მაშინ როდესაც დასაქმებულები არ იმუშავებენ, სწორედ მაშინ გახდება ცხადი თუ რა ვითარება შეიძლება შეიქმნას ქვეყანაში. ისინი აქ არიან, თუმცა დაახლოებით 3 საათში ისინი აპირებენ დაახლოებით 6 საათისთვის, მაშინ როდესაც გაფიცვა, ესე ვთქვათ, დასრულდება აი დღევანდელ დღეს, ისინი აპირებენ უკვე რომ გადაინაცვლონ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთან, საქართველოს პარლამენტთან და შეუერთდნენ საპროტესტო აქციას, რომელიც 40 დღეზე მეტია იმართება.